დღეს გავედით თბილისის ზღვაზე. მანქანით მოვძებნეთ ყუდრო ადგილი, ბუნებაში მოვამზადეთ უგემრიელესი შქმერული, ერთად დავაგემოვნეთ და დღის ბოლოს ერთმანეთს ათ საინტერესო შეკითხვაში შევეჯიბრეთ. ნახოთ, ვინ დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. ბოლომდე გვიყურეთ და სცადეთ კითხვებზე პასუხების გაცემა კომენტარებში. დაწყება რო არ გადაგვიღია. დაწყება შას გულისხმობ. მისამება? სალამი ხალხო, დღეს ვიმყოფებით თბილისის ზღვაზე საკემპინგოდ და ვაპირებთ რომ მოვამზადოთ გემრიელი საჭმელი. ლიზა მოგიბზადებთ დღეს ჩვენებურ ვერსიას შქმერულის. ხოდე? იმისათვის რომ შქმერულის მომზადება დავიწყოთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა გვჭირდება ქათმის ხორცი. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ქათმის ფილე, დავიწყებ ახლა ამ ქათმის ფილეს დაჭრას. დანა არ შეიმჩნიოთ. ვეცადოთ რომ დავჭრათ შედარებით გრძელ და დიდ ნაჭრეებად, რომ არ გამოიფიტოს ძალიან. აი, დაახლოებით ასეთი ნაჭრები იქნება ნორმალური. შეგვიძლია დაჭრილი ნაჭრები გადავიტანოთ უკვე ტაფაში. რიჩერტობიდე? ჰა? გავაიდო. ხორცი უკვე დავჭერი და მზად არის შესაწველად. შესაწველად დაგვჭირდება ესეთი პატარა გასქურა და გაზის ბალონი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში სანამ ხორცის შეწვას დავიწყებთ, მნიშვნელოვანია დავამუშავოთ ხორცი პილპილით და მარილით. ხორცს დავაყაროთ მარილიც. რა არის აქ, ნახე? დავამატოთ ცოტა კიდევ. და შეგვიძლია ნელ-ნელა ტაფის გახურებაზე გადავიდეთ. ვხედავ ანთია თუ არა. ტაფაში ჩავაგდოთ კარაქის ნაჭერი. და დავიწყოთ ნელ-ნელა ხორცის ტაფაში გადატანა. მამა ნახე რა კაი ოქროსფერი ხდება. სუნიც კარგია. მომშვიდა. ლიზას ჩვენზე ადრე მოშივდა და ეხლა მარიამი უკვე უმზადებს საჭმელს. მოდი გავუკეთოთ რძე. კი კაი მჭამელი ქალბატონი ყავს. მაგრამ თან რძე ბევრად მარტივი მოსამზადებელია ვიდრე შქმერული. უფ. მომე. არ დაგვეწვას ჩვენი ქათამი, დროა გადავატრიალოთ. აი, ნახეთ უბრალოდ როგორი ოქროსფერია და რა კარგად გამოიყურება. კარგი იქნებოდა სუნსაც რო გზნობდეთ ვიდეოდან. კარაქში შემწვარი ბევრად გემრიელი გამოდის ხოლმე დამერწმუნებით. კაი, ჩვენი ქათამი რეალურად უკვე მზად არის და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე соуსის მომზადებაზე. ჩემ და გასაკვირად დღეს თბილისის ზღვაზე საერთოდ არ არიან კოღოები. ხომ მწანილები მაქვს ამჟამად ქინძი და კამა მხოლოდ და სუნელებში მაქვს უცხო სუნელი და პილპილი. სულ ეს არის, რასაც გამოვიყენებთ ჩვენ, მაგრამ ზოგადად მგონი ყველა მწანილი მოუხდება. და соуსისთვის დაგვჭირდება კიდევ მაიონეზი, გადადუღებული წყალი და არაჟანი. ესე ნელ-ნელა ჩემთან მოდიან. მამაშვილი დასეირნობენ. ვიზა ცოტა აწუწუნდა და გართობა ესეჭირება არ უყვარს უყურადღებოდ ყოფნა. გავხსნათ არაჟანი. გიორგის უნდა და სულ არაჟნით, მაგრამ მე მაიონეზიც მიყვარს. მესმის რომ არაჯანსაღია. მაგრამ რა ვქნათ? ესე შქმერული რატო ქვია? მოდი შქმერულს ნუ დავუწახებთ, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა შეურაცხყოფა მივაყენოთ. არა, ჩემი აზრით ძალიან გემრიელი გამოვა. ანუ გემრიელი იქნება. ვერ ხვდები რატო ქვია შქმერული.
უცხოსუნელი, პირპილი, მარილი, ცოტა. თქვენ ძალიან ბევრი არ დაგიყრია ხორცისთვის, რომ აქაც ჩავამატოთ ცოტა მარილი. ზოგადად საჭმელში ტექსტურა რაც უფრო მეტად იგრძნობა, უფრო გემრიელია ხოლმე შესაბამისად. მწვანილიც უფრო გემრიელს გახდის. არა მამიკო, შენ როგორ მოგეწონა რძე? ეს არის ჩვენი გემრიელი მასა, ეხლა ამას გავსინჯავ ცოტა. მოდი გაგასინჯო არ გინდა? მგონია რომ შენ არ მოგწონს. არა. სიმწარე სჭირდება კიდევ. იქნებ ხორცია. წარე. არა, არ არის. ანუ მესამე რაუნდზე ვაყრებ უკვე ამ სუნელებს. სტუმრებისთვის არ მომწერეთ, ამიტომ. ნეტა რომელ ეპიზოდში გვეყოლება სტუმრები? არ ვიცი. ოღონდ ეს კაი იქნებოდა, რომ მაცივარში ცოტა ხანი დაყოვნებულიყო, რომ იმ ხორცში შესულიყო თვითონ ეს მასა, არა? მომდევნოზე მაცივარიც წამოვიღოთ. გოგო. 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 აი მე დედიკოსი. მამიკო რა საკეთებს? უნდა რომ გამოგლიჯოს. თითქმის გამოგვჩა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ნიორი, ანუ შქმერული ნიორის გარეშე არც კი გამიგია და კიდაღამ გამოგვჩა. ამიტომ აი ნიორმა საერთოდ სხვა არომატი მისცა. სადაა შქმერული? შეგვიძლია გადავიდეთ დაგემოვნებაზე. მე თქვენის ნებართვით სანამ მარიამი გადაიღებს ერთ სადღეგრძელოს შევსულ. დღეს გზაში მეუბნებოდა პროპაგანდას ნუ ეწევი სასმელისო. ნუ რა ვქნა არ შემიძლია და. გაგიმარჯოთ მეგობრებო და ჩვენ გაგვიმარჯოს. ლიზას ეცინება. ვაიმე არა მამა. გაიგო აშკარად. გაიგო. გასინჯო, თუ დაგელოდა. გასინჯა ხორცი? ხა. ტყის პირობებში იდეალურია. და თან პირველად გავაკეთეთ შქმერული. მაინც ვერ გავიგე შქმერული რატო ქვია. ანუ იმერურთან აქვს რამე კავშირი? ყველას თავის გაკეთებული მოწონს, იმას ხორცი, მე მასა. კი, კამა უხდება ძალიან. სამე. მეც. აღარ არის დარაბი. და ჭურჭელს რა დარეცხავს? ჭამის ნაწილი დასრულდა, მაგრამ ვიდეო არა. ახლა იწყება ყველაზე სახალისო ნაწილი. 10 შეკითხვა, 2 მონაწილე და მხოლოდ 1 გამარჯვებული. ხელოვნური ინტელექტს მოვამზადებინეთ 10 ზოგადი კითხვა სხვადასხვა სფეროდან, ისე რომ პასუხები არც მე და არც მარიამა არ ვიცოდით. პირველი კითხვა არის ესეთი და თან აქვს სავარაუდო პასუხები. საშუალოდ რამდენ კილოგრამს იწონის დასრული პოლარული დათვი? და სავარაუდო პასუხები? 80-120 კილოგრამი, 200-300 კილოგრამი, 350-დან 700 კილოგრამამდე და 900 კილოგრამიდან 1200 კილოგრამამდე. 350-დან 700-მდე, ჩემი აზრით. ნუ მაგრამ შეიძლება მეორე პასუხი. მეც რო იგივეს ვფიქრობ. გონი სხვანაირად თუ დავითამაშოთ. ერთი იქნება всё რა. კი ბატონო. კაი, მოდი გავიგოთ ამის პასუხი. კი, 350-დან 700-ის ჩავთვლით. 1-1 არის ამ ეტაპზე. კაი, გადავიდეთ მეორე კითხვაზე. საშუალოდ რამდენ ხანს შეუძლია აქლემს წყლის გარეშე გაძლება? 6 თვე. ჩანაირად რატო ფიქრობ? ბოდიში. მეც 6 თვეს ვფიქრობ. თუი, მიდი, რომ სადმე არ დავემთხოვით. კაი, მოდი გადავამოწმოთ. ან შენ ფიქრობ ჩემნაირად, იმიტომ რომ ჯერ მე კაი, მოდი ჯერ მე ვიტყვი მომდენოზე მაშინ. კაი. არა, რამდენიმე კვირა, ორივე შევცდით. აი, 1-1. რატო გვეგონა 6 თვე? იმიტომ რომ პასუხებში ყოს უკვირები და ეგ 1 იყო თვე რა და რა თქმა უნდა. რამდენი კვირა? რამდენიმე კვირა. კაი, რამდენი გული აქვს 8 ფეხას? მე ვიტყვი 2-ს. კაი. იმიტომ რომ ვიცი. ანუ რატო? ვიცი რომ 2 გული აქვს. 3. ორივე შევცდით. არა, ნუ ეჭველი მახსოვდა რომ 1 არ ქონდა და მაგითო. 1-1. კაი, შემდეგი კითხვა. რამდენი ლიტრი სისხლი აქვს საშუალოდ დასრულ ადამიანს? თუ გინდა მე ვიტყვი. მე მგონია 5-6 ლიტრი. შენათი 12 ხო? 12. კაი, გადავამოწმოთ. 5-6. გონი მოგიწევს ლიზას პამპერსების გამოცვლა 1 კვირა. ნეტა ისე ვინ უცვლის ძალიან მაინტერესებს. 2-1. კაი, გადავიდეთ შემდეგ.
საშუალოდ რამდენ წელს ცოცხლობს გიგანტური კუ? მე მგონია 80-120 წელი. 20-30? არა, ეგ ყველა ვარიანტში 80-120 ნანახი გაქვს თუ რა არის? არა, ზოგადად მახსოვს, იმიტომ რომ დოკუმენტურ ფილმებს უყურებდი ხოლმე და იქ შედი რა, ერთი დოკუმენტური ფილმი ნახე, სადაც კუზე ლაპარაკობენ და შენ ძალიან ნაყურები. ბევრი შემიძლია გაჩვენა. და შენ აი ნაყურები. 80-120 წელი. 3-1. ანუ ეს კითხვები ამან მოამზადა და პასუხები მე არა ხელოვნურმა ინტელექტმა მოამზადა, მე რა შუაში ვარ. ხო, წაიკითხე. ანუ შენ თავს ფიცა ვარ, პასუხები თუ წამიგითხა. კაი, შემდეგი. ეს აი აზრადაც არ მომდის, რამდენი შეიძლება იყოს. დაახლოებით რამდენი ძვალი აქვს ახალშობილ ბავშვს? ჯერ საერთოდ განსხვავდება ახალშობილის და დიდის ძვლების რაოდენობა? მე ხო არ გამოუვა. ხო, აი არ ვიცი. რატო არის ახალშობილი? თუ გინდა ახაც მოდი დავითვალოთ. არა, მანუ მაგდეს ნამდვილად ვერ დაიცი. ანუ მე ვიცის დასრულს რამდენი აქვს. და ახალშობილსაც იმდენი არ უნდა გქონდეს წესით? აბა რა თქვი? შენ თქვი პირველი. თორე აგებ უკვე. მე დავაფიქსირებ მაშინ 206, იმიტომ რომ მგონია რომ ახალშობილს ახლა ნახევარი ნამდვილად არ ექნება. იგივე რაოდენობა უნდა გქონდეს. მეც იგივე. 206? კაი, ნახოთ. 270. იყო პასუხში? კი. ზრდის პროცესში ზოგიერთი ძვალი ერთმანეთს ერწყმის, ამიტომ დასრულ ადამიანს საშუალოდ 206 ძვალი აქვსო. ანუ ახალშობილს უფრო მეტი ძვალი აქვს? ну, პრინციპში ხა ყიფლიბანს რო შეხედო, უკვე მინიმუმ 4 თუ 5 ნაწილი იყოფა თავის ქალის. მერე ერთიანდება, მაგრამ ესეთ ბევრია. ფაქტია. ცნაურია, ცნაური. მაგრამ არ დავკარგოთ ჩემი ცოდნა ბიოლოგიაში. აი, შემდეგი კითხვა. სოფლიოს ყველაზე ღრმა წერტილი მარიანას ღრმული დაახლოებით რამდენ მეტრს აღწევს? ეს არის წყნარ ოკეანეში არსებული ყველაზე ღრმა ღრმული. ეგეც გეცოდინება შენ არ მახსოვს. ანუ არ მახსოვს. კაი, აბა თქვი ახლა პასუხები. ორი ვარიანტი მაქვს, 1000 მეტრი. ალბათ. მოდი მე 5-ს ვიტყვი, რომ ერთნაირი არ ვთქვა. კაი, მე 800 მაშინ. 11,000 მეტრია. მე ყველაზე ახლა რომ მე ვიყავი, არ იწლება? ამ შემთხვევაში არ იწლება. ანგარიშ არა, საინტერესოა ისე. ანგარიშ რამდენი? 3-1-ია ისე. ბოლო ორი ესე იყო, არც ერთი არ გამოგვიცნია. 3-ით თუ 2-ით ერთი? არა, 3-1. აი, შემდეგი კითხვა, რომელს უფრო მეტი ძილი სჭირდება საშუალოდ? ალბათ ჟირაფს კი შეიძლება ახლა. ადამიანს გააჩნია. მე ვიტყვი ცხენს. ცხენს. კაი, მე ჟირაფს ვიტყვი, რა კი გარემო. ნეტა ლიზა რას იძახის? კაი, შენ ცხენი, მე ჟირაფი. კატა. 12-16 საათი, ზოგჯერ 20 საათიც კი სძინავს. კაი, შემდეგი კითხვა. თუ ოთახში ჟანგბადის რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება, რა? ეს ჩასვირა. რა დაბუყი. გოგო. თუ ოთახში ჟანგბადის რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება, რას შეამჩნევს ადამიანი პირველად? ძილიანობას. ალბათ ძილიანობას. ხო, ძილიანობა არის სწორი. უცებ მეგონა რა ეხა იქ პასუხი არ იქნება თქვენ, იმიტომ რომ 4-2. და ბოლო კითხვა მე. 4, ანუ ცხან ხო თქვა? რა? წახანდელი. კატა არ გითქვამს, ადამიანი. არჩენ არ გითქვამს კატა. ხო და 3-ით ის იყო და ეხა თითო-თითო დაგვემატა. 3-1 იყო და 4-2 გაყო. თუ დედამიწას ფეხბურთის ბურთის ზომამდე დავაპატარავებთ, ადამიანი დაახლოებით რა ზომის იქნება? ხო, ნუ ჭიანჭველის და ვაშლის თესლს უნდა გამოვრიცხოთ პირდაპირ. აი, ბაქტერია თუ ქვიშის მარცვალი? უფრო ბაქტერია ალბათ. მაგრამ ქვიშის მარცვალი. აი, კაი, ეხა დავხედე ქვიშის მარცვალს, მაგრამ რანაირად? ანუ დიდი ალბათობით არა, ესე იგი, ერთი ფეხბურთის ბურთის ზომაში დაახლოებით 8 მილიარდი ქვიშის მარცვალი უნდა ჩაეტიოს და კიდე სივრცე უნდა დარჩეს საკმარისზე მეტი, რომ ფარდობით დაახლოებით. აი, ანუ ეგ პასუხი არ მჯერა. მოდი ვკითხოთ, რატო არა ბაქტერიის? აჰა, ანუ ბაქტერია სამჯერ პატარა ყოფილა კიდე ქვიშის მარცვალზე, ამიტომ ну რა ვქნათ წააგე, მოგიწევს რომ თელი კვირა შენ გამოუცვალო პამპერსი. ისე თითქოს სხვა უძლებს. კაი, всё, გავთიშოთ და ბოლოში. ვოისოვერით დასასრული გავაკეთე. ჩაისვა რა? აბა უსუნე. წავედით სახში. კარგად. უთხარი, კარგად. ნახვამდის. კარგად. გაკოცეთ. გამოგვიწერეთ. კარია. მოკლედ, ქვიზე ძალიან კარგად ვიხალისე და მე იმედია თქვენც კარგად ვიხალისეთ. ეხლა დაგემშვიდობებით, თორე ისე. თორე ლიზა სილის აქვს.